Hey, what's up, buddy? Hey, მოგესალმებით ყველას. მე ლუკა ვარ, ეს ჩემი არხია. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ხოვნაა გამოიწეროთ, რათა მომავალში უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე. დღეს გავიაროთ ნიუ-იორკის ქუჩებში, გავიაროთ მაკდონალდში. ერთი უცნაური მაკდონალდი ვიცი და ულამაზესი შენობა. წავიდეთ ვნახოთ ერთად და დავაგემოვნოთ ბურგერებიც. მენიუ რა აქვს ვნახოთ. მოკლედ წავედით. აი მეგობრებო, ესეთი ლამაზი შენობაა მაკდონალდის ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე. წავიდეთ ახლა შევიდეთ, შიგნით ინტერიერი დავათვალიეროთ, ნახოთ. როგორია მენიუ ნახოთ. შევუკვეთოთ ბურგერები. ნახოთ როგორი გემოექნება. ესეთი ინტერიერია შიგნიდან. შევუკვეთოთ ახლა. მოკლედ შევუკვეთე სამი ბურგერი. 759 ნომერი ვარ. დაველოდოთ. ნახოთ. სადი ჰამბურგერი. ეს კარგად გამოიყურება. ესეც chicken burgeri. Nope. Coca-Cola ძალიან გემრიელია. ნახოთ როგორია chicken burgeri. ძალიან მაგარია. რაღაც მომჟავო соуსი აქვს. ძალიან გემრიელია. ძალიან მაგარი. გამწარია. შემიძლია გითხრათ ახლა საქართველოს ბურგერზე ბევრად გემრიელია. საქართველოში ესეთი გემრიელი ბურგერი არ მაგასინჯულიც. ჰამბურგერი ვერ გამოიყურება საამაყოდ. ნახოთ. საამაყოდ ვერ გამოიყურება, მაგრამ გემრიელია. წინა ბურგერს chicken burgers უწერ 10-დან 800.
ამას ჰამბურგერს უწერ 10-დან 6. აი ეს ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან მაგრად გამოიყურება. ნახოთ აბა როგორ გამოიყურება ესეთი გემოთულა. ახლა რა გემოს გამოიყურება. ძალიან გემრიელია. ესე ჩიკენია. როგორც სალათით და პამიდრით. და ამასაც ხარე соуსი აქვს რაღაცა მკვლელი. მოკლედ ეხლა შემოვედი 7-Eleven-ში და ყავას ავიღებ. ეს ყავა ყველაზე კარგი ჩემთვის. ცოტა დავამატოთ ხილის რძე. კარგია, შენვერია. სადა გვაქვს თავსახურები, თორი თავსახურები. ეხლა რო შემოვედი, შევნიშნე დუბაის შოკოლადი. დუბაი chocolate. დუბაიდან არის შემოსულიო, როგორც მითხრეს და აბა ვნახოთ, როგორი გემოექნება. მეგობრებო, ამერიკის ცივილიზაციის საუკეთესო შედევრი. პირველი სერიის მატარებელი. შემოვუაროთ გარშემო, ვნახოთ ძალიან საინტერესო კონსტრუქცია. ესეთი ჯიხური ადგას, სადაც მე მანქანა ჯდებოდა. და არ ვიცი რაზე დადიოდა, ალბათ ნახშირი, დაწერეთ კომენტარებში რაზე დადიოდა ეს მატარებელი. შემოურბინოთ, დავათვალიეროთ, ვნახოთ. ჩვეულებრივი თბილისური ჯიხური ადგას რა. მოკლედ 7-Eleven-ში ავიღე ყავა და დუბაის შოკოლადი. ეხლა თქვენთან ერთად დავტესტავ ამ დუბაის შოკოლადს, როგორი გემოაქვს. ისეთი შეფუთვა აქვს, ეგრევე მიგიზიდავს. ოქროსფერი, ჭყვიალა. პრემიუმ კოკო, ანუ პრემიუმ
ხარისხის კაკაოა. პრემიუმ ხარისხის კაკაოზეა დამზადებული რა, ალბათ, როგორც ჩანს. მოკლედ დუბაიდანაა ჩამოსული. კი მაგ დუბაის შოკოლადი გასინჯული. მაგრამ თურქული ამერიკული და ორიგინალი დუბაის შოკოლადი არ მაქვს გასინჯული და ეხა გავსინჯავ. როგორი გამოიქნება მაინტერესებს. აბა ვნახოთ გავხსნათ. აი ეს ოქროს ფილადევს. კალკა. ვა, ადნელი გასახსნელია. გაიხა. ცოტა სიცხეა და სანამ დაგვიძნება დავტესტოთ. აი ესეთი შიგთავსი აქვს. ხო არ გადავა. ვაფშე სხვა გემოა. რადიკალური სხვაობაა. ძალიან განსხვავდება. ძალიან გემრიელია. გემრიელია. მოკლედ მეგობრებო, ვინც ამერიკაში ხართ, თუ გაინტერესებთ სად არის ეს შოკოლადი, სად ვიყიდე, Long Island-ზე Oyster Base 7-Eleven-შია. შეგიძლიათ შეიძინოთ. ცოტა ძვირი ხის, მაგრამ რაღაც ორიგინალი იყო და მაინტერესა რა. მაგ ვიყიდე. იმედები გაამართლა ისე, ძალიან გემრიელია. ხო მართლა, ეს ანკესი არ შეიმჩნიოთ. დღეს შევიძინე, მოვათავსე როგორღაც მანქანაში და სახლში მიმაქ. ნავითევზავ ხოლმე, ჩემი ჰობია. მოკლედ, მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს ბურგერები, რაც ვჭამე, საქართველოში რაც მაგ გასინჯული იმ ბურგერებზე ბევრად გემრიელი იყო. დაწერეთ კომენტარებში, სად წავიდეთ, რომელი ობიექტი მოვინახულოთ, რა გაინტერესებთ და მაგის მიხედვით გადავიღებ ხოლმე ვიდეოებს. არ დაგაუწყდეთ ლაიქი, გამოიწერეთ ჩემი არხი და დავათვალიეროთ ხოლმე ერთად, ვეწვიოთ ხოლმე ერთად სხვადასხვა ობიექტებს, სხვადასხვა მაღაზიებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიმოგზაუროთ ერთად ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ამერიკაში. აბა დროებით.